მე ვიმოგზაურე ზღვიან აჭარაში, მარტო 3 დღე ვიმეორებ, მარტო. ჩემი თავგადასავალი კი იწყება 5 ივლისის დილის 6-ის ნახევრიდან. მაშასე ისიამოვნეთ ვიდეოთი. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და ზარის ღილაკის ჩართვა. გისურვებთ სიამოვნების მიღებას. აბა თქვენ იცით, გამომყევით ზღვიან აჭარაში. მოგესალმებით, კაი ხალხს. აი მეც დავბრუნდი 2 წლიანი პაუზის შემდეგ. დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, 2 წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი არხზე და დავბრუნდი ვლოგით. როგორც ახლა სათაურს წაიკითხავდი, რა თქმა უნდა, ახლა ისე ვიდეოც არ გახსნენით, ეს ხო ბუნებრივია და კი, ვლოგია და მოგზაურობ ზღვიან აჭარაში. არა 1, არამედ 3 დღე. 3. თქვენ ალბათ გახსოვთ, აი ეს ვიდეო. ეს იყო ჩემი ბოლო ვიდეო და ვლოგი იყო. თუმცა ეს ბანძი ვიდეო იყო. ახლა სრულიად შეიცვლება სცენარი. ანუ სცენარი იმ ხრივ შეიცვლება, რომ ძალიან მაგარი ვიდეო გამოვა. სულს რომ ჩემთან ერთად მიიღოთ ის სიამოვნება, რასაც მე მივიღებ ამ დღეების განმავლობაში, ამ ერთ-ერთ ძალიან ლამაზ კუთხეში, აჭარაში. ახლა არის 6-ის ნახევარი დილის და სახელიც მეტყობა როგორი გამოუძინებელი ვარ და ახლა მოუწესრიგდები და უკვე დაიწყება ჩემი მოგზაურობა. ყველაფერს გაჩვენებთ საერთოდ. ძალიან ბევრ ადგილს, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს და ძალიან ბევრ რაღაცას, ძალიან ბევრ სიტუაციას, აჭარულ კერძებს, აჭარულ ტალღებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ გამომყევით აჭარაში, ზღვიან აჭარაში ოღონდ და ერთად მივიღოთ სიამოვნება ამ მოგზაურობით. Peace. აბა, შეხვედრამდე, მალე დავბრუნდები. ხო და ესეც ასე. მოუწესრიგდი, გამოფხიზდი ხა უკვე სახეზე რა თქმა უნდა მეტყობა რომ მეტად უკეთ ვარ, ასე ვთქვათ, ანუ ძალიან ბალიშაფეთქებული სახე აღარ მაქვს და დაალაგებული მაქვს შედარებით. ხო და ეხლა უნდა წავიდე კარგ ადგილზე ძალიან, ნუ კაი ადგილი არ არის. მაგრამ ნუ ხო, მაინც კაი ადგილია იდეაში. უნდა წავიდე დიდუბეში. დავბრუნდები ძალიან მალე. ხო, დამავიწყდა მე თქვა რომ ეხლა არის უკვე 8-ის ნახევარი და უკან ზემანათებს და ხო, რა ვიმედიო ჩანვარ რა, ეხლა ცოტა გადავიდა. ნუ არა უშავს ყოველ შემთხვევაში, მაინც ასე თუ ისე ჩანვარ. აი სუპრად. მოვედით დიდუბეში, იო. Thank you.
და არის აი ისიც ჩამოვედი ქობულეთში. თქვენთვის შეიძლება რამდენიმე წუთი გავიდა ამ ვიდეოში, მაგრამ ჩემთვის გავიდა რამდენიმე საათი, გრძელი საათი და აი აქედან იწყება ჩვენი ნამდვილი თავგადასავალი. როგორც დასაწყისში ვთქვი, ჩემი მიზანი არის ის, რომ მეც დიდი სიამოვნება მივიღო და ასევე თქვენც დიდი სიამოვნება მიგღებინოთ აი ამ პროცესით. დღეს ისეთ მნიშვნელოვანს არ გავაკეთებ არაფერს, ახლა ცოტას დავისვენებ და შემდგომ უკვე გავალ ზღვაზე, რა თქმა უნდა. და დაგიბრუნდებით ძალიან მალე არ ამგონია, მაგრამ ვეცდები რომ მალე. აბა თქვენიცით. დროებით. დავბრუნდი. ყველაზე კაი ადგილიდან მოგესალმებით. მაგარი იყო. კიდე უნდა შევხვდე. წავედით. მაგრამ ამას აღარ გაჩვენებთ. წავედი. ძალიან მაგარია. ძალიან ნელი წალები არ დამხვდა. ცოტა ოდნავ სწრაფი, მაგრამ კარგი იყო ძალიან და ნამდვილად ღირდა ეს ყველაფერი. ახლა უნდა ცოტა კიდევ დავისვენო და საღამოს დავბრუნდები. ვინაიდან და რადგანაც საღამო იქნება დამოგვირგვინებელი აკორდი. რატო იქნება ამას? ძალიან მალე შეიჭრეთ რამდენიმე საათში. Ну, ჩემთვის რამდენიმე საათში და თქვენთვის რამდენიმე წამში და ასე რომ საღამოს დავბრუნდები, ერთად უყუროთ Sunsets, თუ იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი ამინდია და იქნება და შემდეგ ერთად ვილაპარაკოთ და ჩავამთავროთ ეს დღე ძალიან კარგად და პოზიტიურად. აბა, შეხვედრამდე.
დადგა კულმინაციის დროც. ნახეთ, აი რა კარგია მინდა მემთხვა. არ ვიცი თუ ჩანს. Sunset-ი გვაქვს პირველივე დღეს ჩამოსვლიდან, ეს არის დიდი გამართლება. Sunset-ს გადავიღებ პირველივე დღესვე და სანამ Sunset-ის გადაღებაზე გადავალ, ახლა უნდა გესაუბროთ მოკლედ ამ ვიდეოს დაგეგმვაზე და ასე შემდეგ რა. ესე იგი, როგორც დასაწყისში, ჯერ კიდე თბილისში ვახსენე, 2 წელი გავიდა, რაც მე ვიდეო ჩემს არხზე აღარ დამიდია. 2 წელი, ეხლა ცოტა დრო ნამდვილად არ არის. ხო და როგორ მოვიფიქრე, ხო ეს ვიდეო ალბათ გაინტერესებთ. აი ხა თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ წარსულში, დაგაბრუნებთ წარსულში და აი ამ ვიდეოს უყუროთ და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნა. ბიჭო. ხო, რა ხდება? რა არის და ვლოგი ხო არ გადავიღო? რა ვლოგი მე გადავები შენ ბიჭო? რა ვლოგი და ეხა ხო ზღვაზე მივდივარ მე აჭარაში, ზღვიან აჭარაში დასასვენებლად. ხო და რო გავაკეთო რაღაცა ვლოგი რო გადავიღო რა. 2 წელი გავიდა, 2 წელი. რაც იუთუბერი აღარ ყოფილვარ. 2 წელი შენ ცოტა გონია? ვიცი ხო რომ იუთუბერი აღარა ვარ, 2 წელია გასაგებია, მაგრამ რაღაცა ვლოგის გადაღების მუღამი მომეცა რა. და რატომაც არა, გადავიღო რა, გადავიღოთ. რა ვლოგი. ვიცი რომ ზღვაზე მივდივართ, ვიცი რომ ზღვიან აჭარაში მივდივარ დასასვენებლად და კარგია, ბაზარი არ არის. რა ვლოგია გიტყდა, ჰა? რა ვლოგი? თან დამონტაჟება როგორ რთულია არიცი კაცო. თან ამდენი საქმე გვაქვს. ხო, ვიცი რთულია დამონტაჟება, მაგრამ ბევრი საქმეც გვაქვს, ვიცი, მაგრამ შევძლებთ მაგას. ამიჯერე. აი, ხო, კარგი. შენ რო რაღაცას აიჩემებ, მოკლედ ვერ გადაგათქმევინებს ადამიანი. კარგი, გავაკეთოთ. კარგია ძალიან ვლოგის გადაღება, რატომაც არა. ძალიან ასწორებს. მართლა გეუბნები კაცო. ნუ რამდენი დღიანი იყოს? 2 ხო? არა 2 დღიანი, მე გადავები 2 დღიანს, რამე ხელა რაღაცა უნდა, 1 დღიანი რა. 2 ბევრია? რატოა ბევრი? კარგია 2 დღიანი. ოკეი, მაშინ 3 დღიანი იყოს ჯანდაბას, თუ აიჩემე ეს 2 დღე, ბარემ მე-3-ს გადავაბათ მაშინ და ვაჩვენოთ ხო, ყველაფერი ვაჩვენოთ. 3? ხო, ვაფშე ყველაზე კარგი აზრია 3 და გადავანაწილოთ რა, ეხლა ეს 3 მაგალითად პირველი დღე ასე, მეორე დღე ასე, მესამე დღე ასე, კარგი აზრია. საღოლ. დიახ, ეს არის რამდენიმე დღის წინანდელი ვიდეო ზუსტად, სადაც გადავწყვიტე, რომ გადამიღო ვლოგი ზღვაზე მივდიოდი და რატომაც არა. ოღონდ იყო ერთი პრობლემა და ნუ პრობლემას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ სცენარი არა აქვს ამ ვიდეოს. ხო უცნაურია. ანუ რა უნდა გავაკეთო წინასწარ არ ვიცი და მაფიქრდება ექსპრონტად, შეიძლება ისე ითქვას. ვიფიქრე, რატომაც არა თქო, იყოს სცენარის გარეშე უფრო საინტერესო გამოვა. ექსპრონტად მოგონილი უფრო რაღაც საინტერესო იქნება თქო, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ სცენას რო დაავწერ და შემდეგ რო არ წავიდეს სცენის მიხედვით ვიდეო, მთელი ვიდეო ჩამეშლება. შეიძლება გეგმები შემეცვალოს ან რაღაც, ხო? ამ შემთხვევაში უფრო დაზღვეული ვარ, რომ სცენარი არ არის. კი, რა თქმა უნდა, ეხლა მე წინასწარ მოვიფიქრე, რომ მაგალითად პირველ დღეს გავაკეთებ დაახლოებით ამას, რომ ვიქნები აქ, მეორე დღეს აჭარის სხვა ადგილზე წავალ, დავუშვათ. მაგრამ ეხლა წინასწარ არ ვიტყვი, რა თქმა უნდა, რას გავაკეთებ, რადგან როგორც გითხარით, მოფიქრებული ჯერჯერობით არა მაქვს, რას გავაკეთებ და სწორედ ეს არის საინტერესო, ხო? შეიძლება და ეჭვი მაქვს ძალიან დიდი, რომ ეს ვიდეო არ გამოვა კარგი ხარისხის და არ გამოვა საუკეთესო ვლოგი, რაც კი გინახავთ. ეს არის გამორიცხული, რომ მე ახლა გამომივიდე საუკეთესო ვლოგი, აი ესეთი პატარა რესურსით. უბრალოდ ეს ვიდეო დავგეგმე რამდენიმე დღით ადრე. ხო, აი აქ მაგარი ამბები ხდება ძალიან, აი. ხედეთ. არ ვიცი გამოჩნდა თუ არა. ტიპი კვადროციკლით წავიდა და
ზაღლები გაიკიდნენ, ხო, რატო ჩამიშალეთ ვიდეო არ ვიცი ხო, მაგრამ ესეც მოხდება ვიდეოში და ეს ახლა სცენარში არ მქონდა გაწერილი და ვინ იფიქრებდა დაუშვათ რომ ახლა ეს ადამიანი კვადროციკლით ჩამოივლიდა და ზაღლები გაიკიდებოდნენ. ხო? ანუ ამის დაგეგმვა ხო შეუძლებელია. და მოვიფიქრე ესეთი რაღაცა რომ ყოველდღიურად მე გამოვნახო თქვენთვის რაღაცა პატარა დრო და გესაუბროთ სხვადასხვა თემაზე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება, ცხოვრებისო გამოცდილებას მისცემს, რაც რა თქმა უნდა მეც გადამხდენია დაუშვათ თავს, ამ ბევრ ადამიანს გამიგია და მინდა რომ გამომივიდეს რაღაცა ორიგინალური. დღევანდელი ჩემი სათქმელი იქნება მოკლედ აი ესეთი ძალიან კარგი რაღაც რა. მიზანი და გეგმა რაც გაქვთ ყოველთვის განახორციელეთ. ვინაიდან რადგანაც თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება. არასდროს არ მოусმინოთ არავის, მხოლოდ საკუთარ გულს, გონებას და ასე შემდეგ. მხოლოდ საკუთარ თავს მოусმინეთ, ვინაიდან რადგანაც შეიძლება სხვა ადამიანი თქვენთვის იყოს ხელის შემშლელი და დაუშვათ იმ ადამიანმა გადაგაფიქრებინოთ ამა თუ იმ რაღაცის გაკეთება, ამ ბიზნეს განხორციელება და ასე შემდეგ. ასე რომ დაფიქრდით ყოველთვის და გადადგით ისე ნაბიჯი რომ თქვენთვის იყოს ძალიან კარგი და თქვენ იყოთ რა თქმა უნდა ბედნიერები, რადგან ბედნიერების უფლება ყველას გაქვთ და არ არის არავის საქმე ჟარგონულად რო ვთქვათ, თქვენ სამომავლოდ რას გააკეთებთ, როგორ იქნებით, თქვენ უნდა იყოთ კარგად. მთავარია რომ სხვა ადამიანს არ მოусმინოთ. შესაძლებელია მისი აზრის გათვალისწინება, მაგრამ მხოლოდ თქვენ იცით რისი გაკეთება შეგიძლიათ და ჩემს გარშემო მოკლედ უამრავი ადამიანია და აი რა ვიცი შეიძლება უამრავმა ადამიანმა გაიაროს ირგვლივ არ შეიმჩნიოთ რა თქმა უნდა მხოლოდ საკუთარ გულს და გონებას მოусმინეთ საკუთარ გული და გონება დაგეხმარებათ იმის გათავისებაში რომ თქვენ შეგიძლიათ ამა თუ იმ რაღაცის გაკეთება აუცილებლად უნდა გააკეთოთ ვინაიდან რადგანაც მხოლოდ თქვენ თვითონ იცით როგორ გამოვა და ძალიან კარგია და თუ არ გამოვა არა უშავს შეცდომებზე ისწავლის ადამიანი და სამომავლოდ აღარ დაუშვებს იმ შეცდომას რაც აქამდე იყო ასე რომ არასდროს არ მოусმინოთ სხვებს თქვენ მიზნებს მიყევით ბოლომდე და ამით ძალიან წინ წახვალთ ცხოვრებაშიც და პიროვნულადაც და ყველანაირად დღევანდელი ჩემი სათქმელი იყო ეს, ეხლა კი მიზღა დაგვრჩენია, რომ გავაგრძელოთ მოგზაურობა, თავისუფლება და შემდეგ ვუყუროთ ერთად სანსეტს და დაუტყვეთ აი ამ ძალიან მაგარი რამით.
the whole world at our feet, watching seasons change. Our roads were lined with adventure, mountains in the way couldn't keep us from the sea. Here we stand, open arms. This is home where we are, ever strong in the world that we made. I still hear you in the breeze, see your shadows in the trees, holding on, memories never change. სასიამოვნო დაღლილი დავბრუნდი. ვინაიდან და რადგანაც დღეს დამემთხვა იდეალურზე იდეალური ამინდი, ამაზე უკეთესი ფიზიკურად ვერ დამემთხვეოდა თან პირველ დღეს და რაც თავარია ვნახეთ ყველაფერი ერთად. სანსეტი, მანამდე კი ზღვა, რომელიც არც ძალიან აბობოქრებული იყო და არც ძალიან დამშვიდებული. ზოგადად მიყვარს ექსტრემი, მაგრამ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში და ძალიან ვარ ამის გამო გახარებული. იმედია, რომ მეორე და მესამე დღეც ესეთი კარგი გამოვა და ისევ ისეთი გახარებული ვიქნები, როგორიც ვარ დღეს. ახლა კი დროა რომ დაბნელდეს. სამწუხაროდ YouTube-მა ეს მომენტი დამიბლოკა. აქ ვაჩვენებდი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს ბრაზილია-ნორვეგიას შემადგენლობებს. ეხლა მე შემადგენლობებს აღარ გამოგიცხადებთ, იმიტომ რომ კომენტატორი არ ვარ და თან ნერვები მომიშალა FIFA-მ ძალიან აი ამის გამო. ხო, ბრაზილიამ წააგო ნორვეგიასთან 2-1 თუ იმეს გაინტერესებთ და ამ მატჩის მხოლოდ ერთ ტაიმს უყურე და შემდეგ მონაკოჩი მაქვს ახსნილი რატო ვუყურე მარტო ერთ ტაიმს. დიდი მადლობა FIFA და დიდი მადლობა რომ აი ამ ხელა შრომა წყალში ჩამიყარე და ისევ რამდენიმე საათი უნდა დამიმატო საწვალებლად. დიდი მადლობა. ნახვამდის FIFA. ხო და ესეც პირველი დღის დასასრული. იდეაში უკვე 6 ივლისია ღამის პირველი საათია. მაგრამ მოდი ჩავთვალოთ რომ მაინც 5 ივლისია, ხო ესე თუ ნახულობით. ძალიან დავიღალე, ძალიან მეძინება. მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ყურებაც ვერ მოვახერხე ბოლომდე. სამწუხაროდ, იმიტომ რომ მართლა ძალიან დავიღალე და ძალიან მეძინება. ეხლა იმის დროა რომ გათენდეს. დღე მეორე გავიღვიძე და დღეს ნუ კარგი ამინდი არ დამხვდა, მაინც უღრუბლულია. მთავარია წვიმა არ წამოვიდეს. უღრუბლობა არა უშავს. დღეს რა გეგმები მაქვს? განსაკუთრებული არაფერი, 6 წუთად ვიფიქრებ და ახლა ავდგები გავალ ზღვაზე და დავბრუნდები ზღვიდან. მაგრამ აი შეხედეთ ამინც სამწუხაროდ ვერ ვახერხებ წყალში. მედაც არის აღებული და ამინც არ მიწევს შევიდე. არა უშავს. სამაგიეროდ ეხლა კარგად და ძალიან გემრიელად დაცმული ვარ ბევრმა თქვენგან მაინც
მაგრამ უფრო მგონია რომ ბევრმა შეიძლება იცოდეს და მოდი რადგან ზღვაზე გავედით დღეს და ვერ შევედით ძალიან კარგად ჩაროვდეთ სავალია ხო მოვედით იდეებში და აი ესეთი ძალიან გემრიელი რაღაც საჭარული კერძი მოგვიტანეს ქობულეთური ჩირბული პირველად ვინჯობ თქვენთან ერთად და მოდი ვნახოთ ეს როგორია ძალიან მაინტერესებდა ამის გასინჯვა და გავსინჯოთ ტომატს არა გეტყვით ჩემს ასე ვთქვათ ემოციას ვიკვარცხლებ ძალიან მაგრამ გემრიელია საკმაოდ რაღაცა იმას ნაბიტების ვაიბი მოაქვს რისი არ ვიცი მაგრამ ნაბიტების ვაიბი აქვს და გემრიელია საკმაოდ ესეც ასე კიდევ ერთი გემრიელობა შევამატე ჩემს კოლექციას. ნუ გემრიელი იყო ნამდვილად, თუმცა გაგიჟებით არ გავგიჟდი მაინც ამ კარტზე. უკეთესი აჭარული კერძებიც რა თქმა უნდა მიჭამია. ახლა კი ცოტას დავისვენებ და იმედს დავიტოვებ, რომ გამოიდარებს და ერთხელ მაინც მოვახერხებ ზღვაზე გასვლას. ეხლა აი ისევ ხედავთ, რომ აი მოღრუბლულია. ისეთი ამინდია, რომ ვერ ჩახვალ ზღვაში და ზღვაც აღელვებულია. მე დავიტოვებ, რომ ზე გამოვა. ნახოთ, დაველოდოთ რამდენიმე საათში დაუბრუნდები და იმედია, რომ ზღვაზე გასული დაუბრუნდები, აბა დროებით. გავიდა ეს რამდენიმე საათიც, მაგრამ აინახეთ. დღეს სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ზღვაზე გასვლა. ვინადა რადგანაც არ გამოიდარა. შესაბამისად დღეს სანსეტიც არ გვექნება, მაგრამ არა უშავს. იმედი მაქვს, რომ მესამე დღე მაინც იქნება ამაზე უკეთესი. დღეს მინდა რომ აი ესეთი კარგი რაღაც გითხრათ. ცოტა მოკლეგი გამომივა, მაგრამ დღევანდელი ჩემი თემა იქნება ესეთი. ყოველთვის დააფასეთ საკუთარი თავი და გიყვარდეთ საკუთარი თავი. პირველ რიგში საკუთარი თავის ფასი ისწავლეთ და საკუთარი თავის სიყვარული. შემდეგ მოდის უკვე სხვა ადამიანების დაფასება და სიყვარული. იმ ადგილზე, სადაც არ უყვარს ადამიანს შენი არსებობა და არავის არ უყვარს შენი არსებობა, იმ ადგილს უნდა გამოერიდო ყოველთვის და უნდა იყო მშვიდად. უნდა წახვიდე იმ ადგილზე, სადაც დაგაფასებენ. და თუ ეგ ადგილი ჯერ არ არსებობს, არა უშავს. არ უნდა შეგეშინდეს არც მარტოობის და აუცილებლად შემდეგ გამოჩნდება ისეთი ადგილი და ისეთი ხალხი, სადაც დაგაფასებენ და მიხვდებიან შენ ფასს, პატივისცემა გექნება და ასე შემდეგ. შეიძლება რთულ სიტუაციაში იყოთ იმ მომენტში, მაგრამ ყველაფერი არის გამოსწორებადი. მე კი იმედს დავიტოვებ, რომ ხვალ მაინც დამხვდება კარგი ამინდი. ახვალ მაინც შევიგზნობ ქობულეთის ზღვას. ოღონდ შიგნიდან რა თქმა უნდა, შევალდა ისე და არა შორიდან. დაველოდოთ ხვალინელ დღეს. ახლა უნდა შევხვდეთ აჭარის ერთ-ერთ სიამაყეს. წავედით. მოვედი ხასანასთან და ეხლა მაგ გული ძალიან აჩქარებული შაკირას მუსიკას ფონზე. მე და აჭარის სიამაყე უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა ამ შეხვედრას არ გამოგაპარებთ. ამას უბრალოდ შეხედეთ. ნახეთ. აუ არა. ის გადაგვრჩენია რომ დავაგემოვნო. აუ ისეთი გემრიელია. მე მეტყოლების უნარი დავკარგე. ამას
ამაზე გემრიელი აჭარული არ მიჭამია არსად. მართლა ოღონდ. არაფერს არ ვიგონებ და არც არაფერს არ ალამაზებ და არც არავინ დამაფინანსა. მართლა ძალიან გემრიელია. უგემრიელესია. ყოჩახ. 10-დან 100 და 10-დან 1000. მართლა ოღონდ. ძალიან გემრიელი იყო. აი ძალიან. მართლა ამაზე უკეთესი აჭარული არ მაქვს ნაჭამი და არაფერს არ ვიგონებ, არც არაფერს არ ვალამაზებ. ძალიან გემრიელი იყო მართლა და დღეს ჩირბულიც მომეწონა ძალიან. მაგრამ ამან ყოველნაირ მოლოდინს გადააჭარბა, მინდა გითხრათ რა და მართლა ძალიან მაგარი იყო. ეხა უბრალოდ შეხედეთ ამას. რა დღეშია ზღვა და დღეს ვერ მოვახერხე ვერანაირად გასულა. იმიტომ რომ წვიმს, ეხლაც წვიმს, მაგრამ შეიძლება კადრში არ გამოჩნდეს, იმიტომ რომ ძალიანაც არ წვიმს და აი ესეთი ამინდი დამხვდა დღეს სამწუხაროდ. არა და გუშინ ვიძახდი, რომ როგორი მაგარი ამინდია მეთქი და ამაზე უკეთესი ამინდი ფიზიკურად არ არსებობს თქოდა. დღეს როგორი ამინდი დამხვდა ძალიან საპირისპირო და ესე იგი გამოდის რომ ხვალე ნორმალური ამინდი უნდა იყოს. ესეც ასე, დაღლით არ დავიღალე. მინდათ რადგანაც დღეს ბევრი არაფერი არ მიქნია. მოსაწყენი დღე იყო შედარებით, ვიდრე გუშინ, მაგრამ არა უშავს. იმედი დავიტოვოთ, რომ შემდეგი დღე იქნება უკეთესი და ისევ სასიამოვნოდ დაღლილი ვიქნები, როგორც გუშინ. ეხლა უნდა გითხრათ ძალიან მთავარი რაღაც, ჩემს არხს გადაერქვა სახელი. 2 წლის განმავლობაში ჩემ არხს ერქვა ყიფოს Playtime და ეხლა ერქმევა ყიფოს Vlogs. ლოგო შევცვალე, რა თქმა უნდა. უნდა ვნახოთ. იმედია თავს მოვაბამ ხოლმე და ვლოგებს ხანდახან შემოგთავაზებთ არხზე, რატომაც არა. ანუ თუ რა თქმა უნდა მექნება ამის საშუალება და ამის დრო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა კი მოდი ერთად ჩავუჯდეთ ძალიან მაგარ მატჩს სოფლიო ჩემპიონატის და ვნახოთ ვინ გავა მეოთხედ ფინალში. პორტუგალია თუ ესპანეთი. პორტუგალია ესპანეთი 0-1 საბოლოო ანგარიში. მე არავის არ გულშემატკივრობს საერთოდ, ნეიტრალური ვარ. უფრო ალბათ ესპანეთი მგონია რომ გავა. რა თქმა უნდა ძალიან კარგი მატჩის მოლოდინში ვართ. და ნახოთ ვინ გავა მეოთხედ ფინალში და დაგიბრუნდებით მატჩის დასრულების შემდეგ. გისურვებთ კარგ თამაშს. მატჩი დასრულდა და ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისად მეორე დღეც დასრულდა. ძალიან დაძაბული მატჩი იყო, საინტერესო მატჩი იყო და რონალდოს ფანებისთვის სამწუხარო ინფორმაცია არის ის, რომ რონალდო ვეღარ გააგრძელებს ასპარეზობას სოფლიო ჩემპიონატზე, ვინაიდან რადგანაც ესპანეთი არის მეოთხედ ფინალში და შეხვდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ბელგიას შორის გამარჯვებულს. მე ვარაუდობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გავა მეოთხედ ფინალში, იმიტომ რომ კარგი ნაკრები ყავს. სოფლიო ჩემპიონატი ცოტა ხანი გადავდოთ და ეხლა გეტყვით იმას, რომ მეორე დღე მაინც კარგი არ გამოგვივიდა, მოსაწყენი იყო ნამდვილად, მაგრამ უბრალოდ ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, რაც რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა. მინდოდა უფრო მეტი რაღაცის გაკეთება, მაგრამ წვიმა იყო თითქმის მთელი დღე. იმედს დავიტოვებ, რომ მესამე დღე იქნება ბევრად უკეთესი და ამისთვის ეხლა რა არის საჭირო? რომ გათენდეს. დღე მესამე გათენდა გავიღვიძე, დღესაც მეღრუბლულია. წვიმა იქნება თუ არა არ ვიცი, მაგრამ არ არის იდეალური ამინდი და გაღვიძებისთანავე, გაღვიძების წუთიდან და გუშინ წუხელად სანამ დავიძინებდი, მოვიფიქრე ესეთი კარგი იდეა, რომ მესამე დღეა უკვე ქობულეთში ვარ მართლაც და დღეს რატომაც არა რომ წავიდე ზღვიანი აჭარის სხვა ლოკაციებზე და სხვა რაღაცები მოვინახულო. მე მგონი ცუდიაზე არ უნდა იყოს და მაშინ წავიდეთ სხვაგან, მოვინახოთ სხვა ადგილები, დროებით.
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე რომ გეზი ავიღო ბათუმისკენ, აჭარის მთავარი ქალაქისკენ. ხო და ძალიან ბევრ რაღაცას დაგათვალიერებინებთ იქ და ძალიან ვისიამოვნებთ ერთად. წავედით. ხო და ჩამოვედი დუბაიში, კი არა და ბათუმში, ხო. საქართველოს დუბაიში მოკლედ ჩამოვედი. ხო, ბათუმში უამრავი რაღაცა გვაქვს სანახავი. პირველ რიგში პორტი, მერე ძველი ბათუმი, მერე ახალი ბათუმი. ნუ ბათუმის ზღვა ხა ყველა მეცით და ბათუმის ზღვაში აღარ შევალ. და კიდევ ერთი საიდუმლოება, კიდევ ერთ ლოკაციაზე უნდა წავიდე. ჯერ ბათუმში დავრჩეთ და შემდეგ უკვე გაიგებთ სად მივდივარ. შეხვედრამდე. ბევრი ვიარე დავიღალე და ეხლა მოვიდა განტვირთვის დრო. გემრიელია ძალიან და განტვირთვისთვის ღირსად ნამდვილად.
ბევრი ვიარე თუ ბევრი ვიარე ჩამოვედი სარფში ამის იქით უკვე საქართველოს აღარ არის ანუ ბოლო ლოკაციაზე ვარ ახლა რა და სარფი რითია განთქმული თუ არა ძალიან კამკამა წყლით და მოდი ახლა ერთად გავტესტოთ ხო აი ეს ჩვენი კამკამა წყალი აი ჩვენი აი გავრისკეთ შესაძლოა აი ასეთია მე მოვწე ცუდი მაგნიტი ძალიან კარგი იყო მართლა ცოტა დიდი ტალღები იყო და ექსტრემი რა თქმა უნდა კარგია მაგრამ ღრმა იყო და თუ რა თქმა უნდა ცურო არ იცი ადამიანმა ვერ შეხვალ ესეთ წყალში არ უნდა გაარჩიო ხო ეხლა რა უნდა მეთქვა დღეს მინდოდა რომ თქვენთან ერთად დამეგემოვნებინა სინორი ესეთი აჭარული კერძი ვიცოდი რომ ბათუმში იყო რამდენიმე რესტორანი ასეთი სადაც სინორი კეთდებოდა მივედი ამ რესტორნებში მაგრამ ჰოის აუცრება არ დამხვდა და სამწუხაროდ სინორი ვერ დავაგემოვნე არა უშავს ეს გეგმა ჩამეშალა მაგრამ მთავარია რომ აი ესე ძალიან კარგ ადგილზე ვარ კამკამა წყალში ჩავედი ნუ შედარებით კამკამა ბათუმის და ქობულეთის ზღვასთან შედარებით და კარგი სიამოვნებაც მივიღე, კარგი ექსტრემი იყო და ძალიან გაასწორა ესე ვთქვათ რა ჭალებში. ეხლა დავბრუნდები მე ქობულეთში და დაგიბრუნდებით ქობულეთიდან. დავბრუნდი ქობულეთში, სამწუხაროდ გარეთ გასვლა ვეღარ მოვახერხე, ვინაიდან რადგანაც ამინდი ისევ აირია, არც მანამდე იყო დალაგებული, მაგრამ ეხლა წვიმა წამოვიდა და სურვილი ყველანაირი გამიქრა, რომ გავსულიყავი გარეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ვიდეო მიუახლოვდა დასასრულს. აი ასეთი გამოგვივიდა სამდღიანი ვლოგი, იმედია ისიამოვნეთ ჩემთან ერთად. მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ მეც მესიამოვნა და თქვენთვისაც სიამოვნება მომენიჭებინა ამ ვიდეოს ყურების დროს. დიდი მადლობა, ვინც უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და 3 დღე იყავით ჩემთან ერთად. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა თუ გამოიწერეთ არხი და თუ მოიწონეთ ვიდეო და ზარისღილაკი რო თუ ჩართეთ ხო საერთოდ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, აი ესეთი თავგადასავალი გამოგვივიდა და დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრი იქნება ესეთი თავგადასავლები და შეუძლებ აღბეჭდვას იმ სხვადასხვა თავგადასავლების. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენ შევხვდებით, როდის არ ვიცი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით. ნახვამდის.